რა ვიდეოს იღებთ, ბებია? კახეთში მივდივარ თევზით. დღეს ჩვენ შევასრულებთ ყველაფერს, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვიკარნახებს. რამდენად უაზროდ ან უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს მისი მოცემული დავალება, ჩვენ აუცილებლად ზუსტად უნდა შევასრულოთ ყველაფერი. ChatGPT-ს მივწერეთ შემდეგი ტექსტი. ჩვენ მივდივართ თელავში, სადაც BetLive ატარებს საინტერესო ფესტივალს. შემოგვთავაზე 1 დღის განრიგი YouTube ვიდეოსთვის და ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ ყველაფერს. პირველი სცენა, გლეხური დილა. ლოკაცია, სოფლის სახლთან გაღვიძება, თელავური ბუნება, ძველი გისოსი, ქართული ეზო. მოქმედება, გლეხებს წინავთ, ძაღლი ქმებთ, ქათმეფით დგეფავენ. სასაცილო მომენტი ერთმა მეგობარმა დააგვიანა გაღვიძება და ცხვარზე დააწვინეთ, რომ გაიღვიძოს. მეორე სცენა, დილის საუზმე, ბაბუას ბაღში. ლოკაცია, პატარა ბაღი ან ეზო. აქტივობა, ტრადიციული საუზმე, პური, ყველი, ტყემალი, კიტრი, პომიდორი. სასაცილო მომენტი, ერთ-ერთს თხოვეთ ყველის დააჭრა, მან დახერხოს და დათქვიროს. ამ შენ ფიქრობ დატყვირვა ეს არის? უნდა დატყვირო. ხმა გამიტკაც უნდა გაიგეხმო, მაღაზე გამეცინა. ძვალი იყო, ხო? გამიტკაც. მოვჩებით ახლა ამ ლაზღანდარობას და ვიყვეთ, რასაც გვიკარნახებს. სანამ შემდეგ დავალებას იტყვის გოგა, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეხა რო გამოიწეროთ. ეხა. აი ამ წამს. ეხა რო გამოიწეროთ. ნომერი 3, ლანჩი, ხინკლის შეჯიბრი. ლოკაცია, ადგილობრივი რესტორანი ან სახლის ეზო. აქტივობა, ვინ გააკეთებს ყველაზე მეტ ხინკალს 5 წუთში. ბოლოს მოხარშეთ და შეჭამეთ თქვენი გაკეთებული ხინკალი. ბიჭებო, ეხლა დროა ხინკალი მოვახვიოთ და ვნახოთ ჩვენი შესაძლებლობები რა. აბა როგორ ვახვევთ ხინკალს? წავიდა? რა ვიღე ეს? ნახე, აუჩი. თავიდან. რა ცუდიფიფიტა. ეს ერთი. ეგ გაწყობს ეგეთი? მოსას ცოტა რაღაცა ჭირი. არ იკვრება და თავპირი არ იკვრება. მას საოცარის ნეტარება გაგიდის მართლა ვიყო. ხინკალის ეგეთი გამოგივა. მეგობრებო, ზოგადად მე მიყვარს კეთება 12 ნაოჭიანი 19-იანს ამბობენ შავხევსურეთში, 14-ს ამბობენ იმერეთ რაიონში და კახეთის მუნიციპალიტეტში კეთდება 12 ნაოჭიანი. წესიერები გააკეთეთ, თუ არ ჩაგეთრობა. ჯიური იტყვის შეიძლება თუ არა. რა სიტყვისე, როგორ დილა იყო დღეს თელავში ნიკა? დღეს თელავში იყო საოცარი დილა და გაგრძელება იყო საოცარი განსაკუთრებით, იმიტომ რომ მასტერ ლიგაზე საოცარი ემოციები მივიღე. ძალიან ემოცია. როგორ შევაკეთე მე აი ეგ არის რა. ყოველი ხინკალი ერთმანეთზე უკეთესი. ძორის სუნია თუ როგორ ძორი
სისხლიანი მძორი კი ბატონო. ისა უბრალოდ ქვევით არის სინჯარიკოში და არა გიდგას. არა გიდგას თორნიკე მართლა ამ ხინკალზე შეიცადე. მინამ არა გიდგას გვერდები, რაც მე მაგ ხინკალს შეჭამ, რასაც თქვენ ახალხო. კი, ნამდვილად. თორნიკე შენ რომელ სტილს ანჭებ? ელიანებებია. რომელსაც გამარჯვებინე სისხლის დეტექტორში, ხო? კი ბატონო. არა, ვასე, შენ თუ გონია. ეგ ჩაგეთვლება. კაცი. ეგ ხაჭაპურები ჩაგეთვლება. მართლა კუსო გაგირჩევ. მორჩი. რატო? ბიჭო გეყოფა რა. მოიგეთ ბიჭებო, ყოჩაღები. ხედი. შემდეგი? აკაკუჩაკეთე, ხო გადაიჭი. შემდეგი. აჰა, მე გამოვიტანე ჩემი ხუთი ფალავანი, აგერ. თუ რა კაკუჭები გაქვს? კუჭები ახინკელები მაქვს კარგი. აი ეს არის თქვენ რაც გააკეთეთ ახლა. სამედი ეს მასშტაბები რის მიხედვით განსაკუთრებით. ვისი ზომაც არის, ის არის. თორნიკე კი ბატონო გასაგები. ბრავო თორნიკე. ეხლა შემოგთავაზებ კადრებს როგორ ხარშავთ ამ ხინკლებს. გუგი, ვერაფერსაც ვერ შევთავაზებთ ხალხს. იმიტომ რომ აბსოლუტურად 16 ხინკალი დაგვეშალა. ამიტომ ყველა მის უნდა აკეთოს რაც გამოდის. მოდი, რაც არ გამოგდის, ვისაც გამოდის, იმას გამომარჯოს. ვერ მოუხარხეთ, დაიშალა და არ ზღირდა რომ ჩაგვესვა. თელავში ერთ-ერთი ცნობილი ხინკალს მივით. ბიჭო, პილპილი მიამატეთ რა იყო, რატომ ნახავ ეს სულ მაინტერესებდა და ეხა მითხარ. ყოველთვის უდევს ნასხში ერთი პილპილი ნიკას. ჩვენი ახალი პარტნიორი იქნება 2 ტონა, რომელიც ამ დალოცვილი სითხით, ლუდით მოგვამარაგებს ჩვენი ვიდეოების განმავლობაში. ხინკალი კარგია, მოდი ლუდი ვნახოთ. მოდი გაგვიმარჯოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ლუდი უყვარს. ეს არის ესე იგი კრაფტ ლუდი, რომელიც მართლა როგორც იქნა დაიდო საქართველოში ესეთი ხარისხი რა, საოცარი კრაფტ ლუდის ხარისხია და 2 ტონას გამომარჯოს. აურასუნია, დასუნე გიხვეწები ხო არსებობ, უბრალოდ დამისუნე. მე ფუტკრის სუნია. ფუტკარი, მართლა ჩამშვალი ფუტკრის. ფუტკრიდანაა ჩამოსხმული რა. აი ეგუა. ძალიან კარგია. აბა მეც დავლევ. აბა დაიფიცე. კარგია. არა, მართლა ძალიან კარგია. კაი სოკია. არა, კარგი ხარ. რა მჭირს? როგორია? ზუსტად 3 ბოთლი დაგვშა, გამოტანილი 15-დან. ამიტომ ეხა პირველად კი ავსვამთ. უკვე დანარგლებია. ხო გარავთ. კუჭი გიშლის ხელს საუბარში და ნახე რა შეგინდეთ. გავიღე დაასვენე კუჭი, კუჭიც მოისვენებს. შენი კუჭიც მოისვენებს და ლუჩაიდანს. თითოეულ შეატო გახდით ხო ინახავდა? არ მინდა რა უძალიმჭა. ამის დედ. ეს რა არის? ეს დატოვა რო იცოდეთ. რაც ვარ ინიკამ მოიტანა 240 ხინკალი 8 კაცზე. პირდაპირ, აი მართლა არ ვაჭარებ. აჭარებ. აბა 128-ზე. ხინკალი ჭამოთ ვარ. და გავიდა და 120 ხინკალს ახალ ქვაბინა ჩანგამოვიტანოთ, მე რა ბიძიკოსგან და 120 ხინკალს ველოდეთ, მაგის გამო 2 საათი. მოიტანა, დავიდეთ 15 ხინკალი, 95 გაცივდა უკვე. ბიჭები აგერ მუშაობენ ფუტბოლში. ხელი არ არის. ყველა იგივე იქნება, ნიკა, რას ვერ ხვდები რა. ბიჭო, ეს ხელი იყო ბოლოსინა. შენ გონია? აი შენ გონია. 38 გრადუსი 80 გავარვარებული. დედა მომიკვდეს ვაფშე 7 გრადუსი და ყველა შენ გაკინო. დედას ვეცავარს სხვადასხვა გრადუსებია დაადეთ თითები. ვინც ხართ აბიტურიენტი? ნიკას საკონტაქტო მეილი გამოისახება აწუთას. და ყველა იმ აუცილებელ რჩევას მოგცემთ, რაც გადამწყვეტი არ იქნება. თქვენ ჩაბარება უნივერსიტეტში. ან არ ჩაბარება. ეხლა თქვენ გინდა დარეგეთ. გინდა არ დარეგეთ. მე მithქვია, კაილუდია დედას ფიცო. ხოთაშოშ მოდი 2 სიტყვა თქვა თუ ძალიან ლამაზ გარემოში ვართ. ერთ-ერთ კოსტას სახში. კოსტას 64-ში რომ მოხვედრილი იყო, სადაც ისურვებდა რომ აღმოჩენილი იყო გასვენების შემდეგ ზუსტად მაგ სამფლობელოში და სახკარში, ციხესიმაგრეში. რაღაც ამბობ ფესტივალზე ვარ გასასვლელები და. იმიტომ რომ ვინ დაგვიწერა ეს ყველაფერი? აი! მეოთხე სცენა სპორტული აქტივობა. თელავში იმართება ბეთლაი მასტერ ლიგის ფესტივალი. ჩაისუნთქეთ ატმოსფერო. შეხვდით მაყურებელს, გაერთეთ გულით და ბოლოს დატვირთული ემოციებით დაბრუნდით სახლში. ნომერი 5. შუადღე, ღვინის საძებნად.
სცენა. 3-დან 2 ნიქრება ქალაქში. ერთმა უნდა იპოვოს ყველაზე იაფი ღვინო. მეორემ კი ყველაზე ძვირი. გზაში ორივე იღებს პროცესს, აჩვენებს, სად ეძებს და რას ნახულობს. საღამო, ბრმა დეგუსტაცია, ლოკაცია, უდრო მაგიდა, თვალახროვლი მესამე მონაწილე. გამოვედით თელავის ცენტრში და ჩვენი მიზნობრიობა არის შემდეგი. ვიპოვოთ ყველაზე ძვირიანი და ყველაზე იაფიანი ღვინო. შენ რომელზე დაიძრებ? მე მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი თელავში, კახეთში, ღვინის სამშობლოში რომელი ღვინოს არ უნდა ვიყიდო, იქნება უგემრიელესი. იქნება ეს 5 ლარიანი თუ 400 ლარიანი, ერთნაირად გემრიელად დალევ. ლარიანი გაჭირდება ნამდვილად გუგა, მაგრამ კი ბატონო. კაი, მაშინ შენ წადი ძვირიანზე. წავალ გუგა. ხელოვნური ინტელექტის შევის შედეგად მოვედი მარანი მილორაულში, სადაც სავარაუდოდ იყიდება ყველაზე კარგი და ასევე ძვირად ღირებული ღვინო. საფენა, რომელიც შეიძლება ჩაუფინო და წვადით მიაყოლო ზევიდან, თუ საფერავი. ჩემი აზრით, სოფლიოში ყველაზე მაგარი ღვინო, მაგრამ ერთადერთი ღვინო, რომელიც მირჩევნია, არის ჩიტის თვალაბოდბური. ჩიტის თვალაბოდბური. გამარჯობა. დიახ. თქვენ აქ ცხოვრობთ კახეთში? დავისთავად ცხადია ჩემო კარგი. ყველა ძვირიან და იაფიან ღვინოს ვიღებთ და ხო არ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელიმე. როგორ არ შემილია, შედეგენი რატო? ზუსტად ჩემს სიმაღლეზეა გათვლილი სხვათა შორის. აქეთ არის საფერავი 2023 წლის, აქეთ არის 2022 წლის მწვანე და აქეთ უკვე პრემიუმ ხაზია. ლიმიტირებული ღვინოა და მოდი ამას ავიღებთ. ესე იგი 380 ბოთლი გაქვს როგორც მოხდი ჩამოსხმული. კი და დარჩენილია მხოლოდ 50. 50 და ეს არის 23. აი იქ ხედავ რაღაც მაღაზიას ღვინის, ალკოჰოლ და ღვინის ფორმა აქვს მაღაზიასთან. წამო მივიდეთ და ნახოთ. ნიკა, შეიძინე? არა გუგა შენ? მე კი. ოჯახ. მე შევიძინე. თელურის ალაზნის ველი, წითელი ნახევარ ტკბილი, რომელშიც გადავიხადე 15 ლარის ნაცვლად 7 ლარად ვიშოვე ერთ-ერთ მაღაზიაში იყო ხაზდაგრებით. ძალიან კარგი არჩევანია. მე შევიძინე მარარი მილორაულის უსახელოური 2019 წლის ნაწარმი და გადავიხადე 200 ლარი. Handmade ნომერი 006. თორნიკე უნდა შეადაროს 7 ლარიანი და 200 ლარიანი ღვინო. ამას თუ ვერ მიხვდა რა ვიცი. რა გავშხმიამოთ თავზე? ოც არიებოთ ღვინო რა თქმა უნდა იქ არ იქნება ღვინის ნაჟურს. მე ესე არ მოვიქცევი. კაი, წავედით მაშინ. კარგად უგა. დარხარ? რა თქმა უნდა. შენ უნდა გამოიცნო რომელი არის 7 ლარიანი და რომელი 200 ლარიანი ღვინო. სხვათა შორის 200 ლარიანი ღვინო არის უსახელოური. ნიკა, შენ ცოტა მეტი ღვინო ხო არ მოგივიდა? ორაკი. რადგან თორნიკე ყველაზე შორს არის დალევას, რაც ამ ვიდეოშიც მე მგონი იგრძნობა იდეალურად. თორნიკე დააგემოვნებს და გამოიცნობს რომელია იაფი და რომელია ძვირი. ჩვენ ავჩეხავთ ახლა ისე რომ თორნიკეს ერთი სწორს. სტოპ თქვით უნდა? თქო სტოპ თქვით. სტოპ. ერთი ხას რომელსაც მოაძრობს მივხვდები რომ იაფიანი. ნიკა, დამელოდე ჯერ შენ არ ქენი რა მოხსენე არ მოხმარებისთვის. უგან მოხსნა იაფიანს, გადააგდო. ბატონო, უგან დადგა. всё. გუგა პონია. მეგობრებო. ულა. ეს ერთი თორნიკე? აუ თვალში არ გამიყარა. არა, არა ისხლიტოს. არა ისხლიტოს. აი! იცი ისი ხმა იყო? კი. შენი ტაკოდან რო აძრობენ რაღაცას. უყნას, კი ბატონო. წარმოდგენა არ აქვს თორნიკეს ამის გარანტიას მეგეძლოთ. პირველი ღვინო. ძალიან ცოტა დაასხდა. ნიკა ყოველთვის გამო არ დასხმულა ხო ის ჯერ. всё, საკმარისი. შეიძლება გავახილო თვალი? არა. რაღაცა სუნთქვის ხმები. მაშინია. ცხვრით სინჯა თორნიკე. გასაგები. რა პროფესიონალი ტიპმა ჩააწვით. გამორიცხულია რომ ღვინო ვერ გამოვიცი. კი ბატონო. რა ხდი? დასუნე. კაი გამიშვიო. კაი. პირით აკეთე. ამის ხმე. კაი გავახილ რა. ანინი. თეთრი ღვინოს ჭიქით ატომასნეთ. 7 ლარიანს და 200 ლარიანს შორის იმდენად დიდი სხვაობა. წამებში უნდა მივხვდე ჩემი აზრით რა თორნიკე. ხდები, რატო არ ააყირავა მაგიდა აქამდე? ეს ძალიან ტკბილია. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი იყო ძვირიანი. პირველი იყო ძვირიანი, მეორე იყო იაფიანი. რატომ?
თუ რაღაც მძაღე იყო ეს იმასთან შედარებით, ტკბილი იყო და შეგახსენებო ნახევარ ტკბილი ღვინო. არა, მესმის ეს რაღაც შაქრიანი იყო. თორნიკია შენ? ყოჩახ. რადგან? მოიგე? ჩემი? ფუ, მართლა შენია მე? ერთადერთი განუმეორებელი? რამ ეს არის ჩემი უდიდესი და უნეტარესი, მაგრამ არც ისე ძალიან უნცრო სორი ხერხი მართლა? ბრავო. ყოჩახ გარს განარჩი ძალიან დიდი სხვაობა ყოფილა. კაი მოდი თორნიკეს ჯილდო გადავცეთ და ამ ფონზე ეს არის რაზეც იყო საუბარი ამდენი ხის ცოტა განმავლობაში. მოხრილი მაგრამ მყარი გილოცავ გაიხარე, ეს არის ჩემთვის, რა ვიცი. ალბანეთშიც კი არ მომიგია ესეთი ჯილდო, რომელიც თევზის ტურნირზე მოვიგე და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი დღე შედგა, მე ეს შემიძლია ვთქვა. მადლობა ბეთლავისო ეს არაჩვეულებრივი ცხვარზე დაწოლა რეალურად გვიქცია. სამიანი დამეწერა ასაკში და ქათმებს არ დაუდგებ რა აქამდე დიდი მადლობა ბეთლავის ამისათვის ბრავო, ბეთლავის მართლაც ამ საოცარი ვოიაჟისთვის. მადლობა მაქს აი გაიხარე ბებია, როდის ჩამოხვედი კახეთიდან? ეხლა ხან შემოვედი შვილო ვირითი.